დღეს ხაშურში მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრს საყვედურებით დახვდა ადგილობრივები მეოთხე სკოლის მშენებლობის გაჭიანურებით არიან უკმაყოფილო. მოქალაქეები საკუთარი პრეტენზიების გამოთქმას ცდილობენ, რასაც მასწავლებლებსა და ქართული ოცნების მაჟორიტარ ზალ დუგლაძე შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ხაშურის მეოთხე სკოლა ქართული ოცნების წევრის ირაკლი ზარქუას-სიძის კომპანიას უნდა აეშენებინა. მუნიციპალიტეტში 3 სკოლას ლაგი კაპიტალი აშენებს, თუმცა არც ერთი შენობა კომპანიას ჯერ არ აუშენებია. აი მაგას გამოჩენია. აქამდე არავინ არ გამოჩენია. არც ერთი თქვენთაგანი არ მოსულა და არც ერთი თქვენთაგანი არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. რომ ბავშვები ჩასხდებიან, ესე ხბორებით მიერეკებიან და მოერეკებიან სასწავლებლში. აი ეგ სამასი ბავშვი დავკარგეთ ამაში. აბავის უნდა მიმართოთ ამ შენიშვნით თქვენ თუ ვერ მიიღეთ. კი ბატონო, გისმენთ. როგორ არა? კი ბატონო, გისმენთ, ჯერ გისმენთ და მე ჩვენი კითხვებია. მოვისმენთ. რომელთანაც გვაქვს პრეტენზია? არა ვარ მართალი? კი ხუთი თქვენ აგერთ თქვენ თავად მე არ მომისმენია რომ ინფრაგენტოს მინისტრის განათლების მინისტრის ის გამო რაღაცა დაიღო მოიღო. ანუ ვერ გავაკეთებ არაფერს. და ჩვენი რას მივიღებ? თქვენი გადაწყვეტა. აი ზუსტად მაგანქნა. რამდენჯერმე ვიყავით თბილისში ინფრასტრუქტურის საბჭოს. რამდენჯერად ჩავედით ახალი ადამიანი, რომელიც გვეუბნებოდა რომ მე პასუხს არ ვაგებ რაც იყო, მაგრამ ახლა მე ნახევარი წლის შემდეგ ჩავიდოდი ისევ ახალი იყო. ახლა თქვენც ახალი მოგზადოთ. აი მე ხო დეპუტატი ხარ ჩვენ რაიონში. მოდის მოსხართ, მოდის გიგიხართ ჩვენი სპეციალისტი. ძალიან ბევრი. და მოსვლები არაფერი შეგეშალო. აი თქვენ ხარ ჩესტომი თქვენაც. კომპანიის მასალები ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადაგზავნილი შესაბამის სტრუქტურებში ყველგან გაჩერებული იყო და რამდენადაც ჩვენ ცნობილი არის დღეს მიმდინარეობს სისხლის საქმესთან დაკავშირებით და შესაბამისი ორგანოები გარკვევენ ეს შესაბამისი სტრუქტურები გაარკვევენ უკვე კონკრეტულად ამ კომპანიის ბეიც თუ რა ბედი ეწევა მას და ეს მათი საქმეა. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ერთი სტრუქტურა იყოს პასუხისმგებელი სკოლის მშენებლობაზე და განათლების სამინისტროში გაუქმდა ეს და თავიდან ბოლომდე გადმოეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და დღეიდან საქართველოში სკოლებს ააშენებს ეს